მსოფლიო ფინანსური სისტემა ერთდროულად რამდენიმე სერიოზული რისკის წინაშეა. სახელმწიფო ვალების ზრდა, ბაზრების მერყეობა და ტექნოლოგიური ბუმით გამოწვეული შესაძლო გადახურება. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ანგარიშში, რომელიც საერთაშორისო ანგარიშწორების ბანკმა BIS-მა გამოაქვეყნა. სახელმწიფოთა შორისი ბანკის 2026 წლის ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, გლობალური ეკონომიკა შედის ფაზაში, სადაც რისკები უფრო ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული ვიდრე ოდესმე. ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო ვალების მაღალი დონეა. ანგარიშის მიხედვით, ბევრ ქვეყანას ვალის ისტორიულად მაღალი მაჩვენებელი აქვს, რაც მათ ნაკლებად მოქნილს ხდის ფინანსური ცვლილებების მიმართ. BIS-ი აღნიშნავს, რომ ასეთ პირობებში ეკონომიკები უფრო რთულად რეაგირებენ კრიზისებზე და მცირე შოკმაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ფინანსურ სტაბილურობაზე. ანგარიშში ასევე ყურადღება ეთმობა გლობალური ფინანსური ბაზრების მერყეობას, აქციების, ობლიგაციებისა და ვალუტების ფასების სწრაფი ცვლილება, ზრდის გაურკვევლობას ინვესტორებში და აძლიერებს რისკისადმი მგრძნობელობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტექნოლოგიურ სექტორსაც. BIS-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ ინვესტიციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რაც ერთის მხრივ ზრდის ეკონომიკურ მოლოდინებს, თუმცა მეორეს მხრივ ქმნის ეგრეთ წოდებული ბუშტის ფორმირების რისკს, როდესაც აქტივების ფასები შეიძლება რეალურ ეკონომიკურ შედეგებს აჭარბებდეს. ანგარიში ნათქვამია, რომ ამ სამი ფაქტორის ერთდროული არსებობა, მაღალი ვალი, ბაზრების არასტაბილურობა და ტექნოლოგიური გადახურება ისტორიულად ხშირად წინ უსწრებდა ფინანსური სისტემის კორექციის პერიოდებს. თუმცა BIS-ი ხაზს უსვამს, რომ დღევანდელი ფინანსური სისტემა უფრო რეგულირებულია, ვიდრე წარსულში იყო. ცენტრალური ბანკების გამოცდილება და რეგულაციების გამკაცრება გარკვეულწილად ამცირებს სისტემური კრიზისის ალბათობას, თუმცა რისკებს სრულად ვერ გამორიცხავს. საბოლოოდ, BIS-ის შეფასებით, გლობალური ეკონომიკის მთავარი გამოწვევა დღეს არის არა ერთი კონკრეტული კრიზისის საფრთხე, არამედ რამდენიმე რისკის ერთდროული დაგროვება. რამდენად გადაიზრდება ეს პროცესები რეალურ კრიზისში, ეს მომავალმა ეკონომიკურმა ციკლებმა უნდა აჩვენოს.